მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ორშაბათია და ჩვენს ეთერშია გადაცემა ანალიტიკა თენგო უმანიძესთან და მერაბ ჭიქაშვილთან ერთად მოგესალმებით და დღეს რა თქმა უნდა ყავს სტუმარი, ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მეგობარი ცოტნე მარღია, ვისთან ერთადაც მიმოვიხილავ ძალიან საინტერესო საკითხებს. მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობათ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს უნას და მაყურებელს. მივესალმებით ცოტნეს, ცოტნე ყოველთვის ამბობ ხოლმე ხაზგასმით, რომ რეგალიაც რო ახსენოთ ხოლმე, კარგი იქნება. კი, ჩვენი მეგობარია, მაგრამ ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი. ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ცოტნე მარღია. ტექსში გამორჩენია პროდიუსერს და ჩვენ გვინდა რომ ასევე ვთხოვოთ კიდევ ერთხელ რომ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. დაალაიქეთ ჩვენი გვერდი და ყოველთვის იყავით ყურადღებით, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი გადაცემები, როგორც YouTube გვერდზე, ასევე ჩვენს Facebook გვერდზე. სალამი ცოტნე, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. იმედი მაქვს რომ დღეს საინტერესო საუბარი გამოგვივა. კი ბატონო, საინტერესო თემები მოგესალმებით თენგო მერაბ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. თემები საინტერესო გვა, ხო, აქედან გამომდინარე მეც ეგ მოლოდინი მაქვს, რაც გავიარეთ, სანამ შემოვიდეთ, რაზეც ვსაუბრობთ, რა თემების განხილვაც გვინდა, იმდენად საინტერესო და ფართოდ გასაშლელი საკითხებია, რომ წესით საინტერესო გადაცემა უნდა გამოგვივიდეს. თავის ხელს არ დავიწყოთ, მაგრამ ნახოთ რა იქნება. Headline-ის გამო. კი ბატონო, მოდი მაშინ ჩვენ კიდევ უფრო დეტალურად ვიდრე გადავალთ თემაზე, აი headline-ი გამოჩნდა. Headline-ი, რომელზეც წერია ომი თუ მშვიდობა ზანგეზურის გავლით. რა თქმა უნდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვინც ახლა გვისმენს და გვიყურებს, მიხვდებოდა რა თემაზეა საუბარი, თუმცა ჩვენ მე მინდა რომ კიდევ ერთხელ უფრო მეტი კონკრეტიკით, კიდევ უფრო მეტი ფაქტებით, არგუმენტებით, სხვადასხვა მოსაზრებებით ვისაუბროთ თქვენთან ერთად და რა თქმა უნდა, ნომერ პირველი საკითხი ეს არის და ისეთი მოვლენა, რაც შეიძლება ითქვას, რომ თუ გეოპოლიტიკურად ჩავთვლით ევროპის და ასევე მსოფლიო მასშტაბით, ესეთი გეოპოლიტიკური მოვლენაა. ტრამპთან მოხდა შეხვედრა, ფაქტიურად შერიგება, დიდი შერიგება აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერს შორის. ვიცით რომ ეს შეხვედრა ორგანიზებას უწევდა, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები, პრეზიდენტის აპარატი. ნუ ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ისე უფრო მეტი რეალური და უფრო მეტი პრაგმატიზმით ვისაუბროთ, რადგან კი ბატონო, ერთი შეხედვით ეს არის ძალიან კარგი, ჩვენ ყოველთვის მომხრევართ მშვიდობის, მით უმეტეს ყველამ კარგად იცის რა ურთიერთობა ქონდა სომხეთს და აზერბაიჯანს. ყოველთვის მომხრევართ მშვიდობის ნებისმიერ კუთხეში, მსოფლიოს ნებისმიერ მხარეს და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ჩვენს რეგიონში, იმიტომ რომ აზერბაიჯანი სომხეთი ჩვენი რეგიონია, კავკასიის რეგიონზეა საუბარი და აქვე ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ეს მართლაც გვინდა რომ იყოს მშვიდობა და ეს არის დროებითი, ეს არის სხვა რაღაც პოლიტიკური თამაშები თუ ასე შემდეგ, თუმცა ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენს აი მოსახლეობის დიდ ნაწილში ცოტათი უფრო მეტად პოპულარული ლინიით მოგვიწევს ჩვენ დღეს ვისაუბროთ. შეიძლება თენგო შენ და იგივე ცოტნემ რაღაცა უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს იგივე მეც, მაგრამ მოსახლეობის აი ჩვეულებრივ მოდი ასე ვთქვათ რა, აი ობივაწელებში, მოდი ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ, ნუ მოქალაქე ყველანი ჩვეულებრივ მოქალაქეები. ხო, პოპულარული ლინიით რო ვთქვათ, მე ამ პერიოდს სადაც არ მომიწია ყოფნა ეს იქნებოდა თქვა ბაზრობა, მაღაზია, თქვა სოფლად, ქალაქში თუ ასე შემდეგ. ფაქტიურად ეს ისეთი კითხვა, ერთი შეხედვით ჩანს რომ ვა ამერიკის პრეზიდენტთან სომხები და სომხეთის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ხვდება ერთმანეთს. ზანგეზურის საკითხი რატო გვაქვს ჩვენ აქ მოყვანილი, იმიტომ რომ ზანგეზურის საკითხი ჯერ კიდევ მანამდე იყო ამაზე საუბარი, თუმცა იქაც იყო ამაზე საუბარი და რატო გამოგვაქვს ჩვენ ეს თემა დღევანდელ ანალიტიკაში. ჩვენ დაახლოებით ერთი თვის უკან შენ კონკრეტულად გახსოვს ამ ჩვენ გადაცემაში, ზუსტად ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას, ზანგეზურის საკითხი ვახსენეთ, ეს იყო ახალი დაწყებული კონფლიქტი ირანში, ისრაელ-ირანს შორის. მოდი ჩვენ ამიტომ მინდა რომ აი გამომდინარე headline-იდან დეტალურად დავიწყოთ. მანამდე რა იყო, ვიდრე ტრამპთან შეხვდებოდა ეს ორი კაცი, ორი მტერი ერთმანეთის მიმართ. და ვიცით ეს რო ასეა, ღმერთმა ქნას რომ ეს მართლა ასე აღარ იყოს. მანამდე იყო ირანის საკითხი, მანამდე იყო ზანგეზურის საკითხი და მახსოვს მაშინ ჩვენ ვიდეოს გავუშვით გრაფიკა
რომ მოსახლეობას მაინც თვალნათ აუხსენით თუ მომზადებული გვაქვს. ხო, მომზადებული გვაქვს, კარგია თუ ისე ვნახავს და მოდი აი დავიწყოთ წინა პერიოდის ისტორიის და შევაფასოთ. და ყველაზე მთავარი ფაქტორი, ჩვენი ფაქტორი ამ რეგიონში და რაც ყველაზე მთავარია კი, ტრამპთან შეხვდა ეს ორი კაცი ერთმანეთს. და ტრამპმა შეარიგა, თქვა, მოდი როგორც არის ისე თქვა. მაგრამ არ დაგვავიწყდეს რუსეთის ფაქტორი და ამ დიდ გეოპოლიტიკაში და კავკასიის როლზე როცა ვსაუბრობ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს ვერ იქნება ისე უბრალოდ ღია ბურთი და მოედანი, რომ არ იყოს აქ ამ არ იღებდეს მონაწილეობას. აი თუ ფეხბურთის ენით დავიწყებთ, თუ ვიში ლიგაზე, უმაღლეს ლიგაზე გვაქვს საუბარი, უმაღლესი იქნება ეს თუ მცირესი იქნება თუ მეოთხე თუ მეხუთე ლიგა, ვიცი ჩვენ რომ რუსეთის ფაქტორი ისტორიული, რა ვიცი, მემკვიდრეობითი იქნება ეს სამართლებრივი, პოლიტიკური, ისტორიული, ეს არის. და ჩვენს უნდა ვაღიაროთ და ჩვენ დღეს გულწრფელად გავაკეთებთ ყველა კომენტარს, ჩვენ ანალიზსაც ვიტყვი და მოვიყვათ ექსპერტების დასკვნებსაც და ასევე იმ ხალხის ანალიზსაც, ვის ფრთხილობს სხვათა შორის და ძალიან ბევრი ნიჭიერი კაცმა ფრთხილი განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ არის დროებით ასე შემდეგ. მოდი ჩვენ გულწრფელად ვთქვათ, რომ ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული საერთოდ კავკასიაში ჩვენ ცენტრის ფუნქცია გვინდა დავიბრუნოთ, ხო? იმიტომ რომ გქონდა კავკასიაში ცენტრის ფუნქცია ვისი დახმარებით, რა პოლიტიკური მოვლენები ხდებოდა, მაგრამ ჩვენ ვთქვა და ვაღიაროთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორიც კავკასიაში და მე პირადად ჩემი აზრია ეს, თქვენს ალბათ ჩვენ ამ საკითხში, ბევრ სხვა საკითხში ჩვენ გვაქვს რაღაცა ერთმანეთთან გამოთ, მაგრამ ჩემი აზრია, რომ მე კარგიც არის, რომ აქ ამ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორი, ანუ ჩვენ რუსეთთან გარანტიებზე საუბარი უფრო მაწყობს მე ამ შემთხვევაში და ჩვენ უფრო გვაწყობს, ხო? ისტორიულად და შემდეგ. მით უმეტეს თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმ დაუძინებელ მტერზე, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ მტერზე, რომელიც რუსეთსაც ყავდა, ხო, თუ კი რუსეთის ისტორიაში არსებობს რუსეთის გამოჩენა მე-18 საუკუნიდან ჩდება ფაქტიურად ასპარეზზე რუსეთი ისე როგორც აქტიური და პირველივე ბრძოლები და რა ვიცი მუდმივი ომი აქ დაპირისპირება თურქეთთან და ჩვენ რა სიტუაცია გქონდა მანამდე მე-18 საუკუნემდე თურქეთთან, ოსმალეთის იმპერიასთან და ასე შემდეგ და მერეც ესეც მნიშვნელოვანია. ამიტომ მე ვამბობ რომ აუცილებელია რუსეთის ფაქტორი, კი ბატონო, ეს დიდი მოთამაშეა და მოდი დავიწყოთ პირველი დღიდან აი თუნდაც ანგეზურის იდეა რატომ მოგვივიდა რა უძღოდა ამას წინ ირანის ფაქტორი ეხლა დღეს არავინ საუბრობს მეგობრებო ირანზე ხო ჩვენ ვისაუბრებთ და მეტიც აგერ ისრაელმა თითქოს ორ კვირაში ხო არ მინდა შევსდე ორ კვირაში ორ ქვეყანასთან ომი აწარმოა და ასრულა თუმცა დღეს თავიდან იმუქრება კიდე რომ პალესტინას ემუქრება ღაზას სექტორს და არ გამოურიცხაო რომ ირანშიც როცა უნდა მაშინ გააღვიძეს ამ თემას ანუ დავიწყოთ წინაპირობები და რეალურად ვისაუბროთ ჩვეულებრივმა ადამიანებმა ნახეს ერთი ფაქტი რომ ვახ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ორი დაუძინებელი მტერი ჩვენ რო ვიცით და ჩვენ კარგად ვიცით ამ ორი ერის როგორ შეიძლება ითქვას რაღაცა დაპირისპირება იმიტომ რომ საქართველოში ჩვენ ძალიან ბევრი ეთნიკური უმცირესობა სომეხიც და აზერბაიჯანელი ცხოვრობს ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მაგრამ უნდა ითქვას რომ ძალიან ბევრი მართლა ისეთი რა თბილისელი სომეხს ვამბობ ჩვენ თბილისელი აზერს ვამბობთ ხო მუსულმანს და ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და მეგობრობთ და მე პირადად ზოლთბილისში დავიბადე გავიზარდე და ნუ ტოლერანტობის მაგალითია ხო თუ ტოლერანტობის ზუსტ სიტყვას ავიღებთ ხო იმ დათმენის იმ რაღაც პატივისცემის ამ კულტურის მიმართ და ყველაფერს თავიდანებოდ ვიცით რომ ეს ხალხი მართლა ცოტათი ისე ნეტა მართლა შერიგდნენ ამიტომ დავიწყოთ იმიტომ გავაკეთეთ წინაპირობა სწორედ ამიტომ გამოვიტანეთ ეს ჰედლაინი ომი თუ მშვიდობა გულისხმობთ სომხეთ აზერბაიჯანს ზანგეზურის გავლით. ზანგეზურში უკვე გულისხმობ თავარ ღერს ეკონომიურიდან დავიწყოთ პოლიტიკური ჩვენთან დაკავშირებით. კარგი, მერაბ შენ ახსენე საუბრის დროს რუსეთის ფაქტორი, თუმცა ალბათ ეს არის ის შემთხვევა, სადაც არა მხოლოდ რუსეთის, ბევრი თუ არა, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშის სასიცოცხლო ინტერესი იკვეთება აი ამ ყველაფერში. ჩვენი მიზანი ალბათ დღევანდელი გადაცემის მიზანიც უნდა იყოს ის რომ აუხსნათ მაყურებელს არსებული რეალობა მხარეების პოზიციებიდან გამომდინარე აი რომელი მხარე როგორ აფასებს ამ ყველაფერს რომელ მხარეს რა ინტერესი აქვს ამ დერეფნის მიმართ და რომელი მხარიდან რა ქმედებები არის სავარაუდო და პროგნოზირებადი
ალბათ იმისათვის რომ გასაგები იყოს ეს კონტექსტები საჭირო არის ერთგვარად გავყვეთ ხო ქრონოლოგიურად. მოდი პირველ რიგში მაყურებელს ვანახოთ თავად შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ხელშეწყობით და შუამავლობით ორი ქვეყნის ლიდერები ვაშინგტონში ჩავიდნენ და გააფორმეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ნახოთ ეს კადრები და მოვისმენოთ ასევე მხარეების შეფასებები ამ ყველაფერს. ნახოთ. They will sign 3 copies in English. The President of the United States signs as a witness to the President of the Republic of Azerbaijan and the Prime Minister of the Republic of Armenia, affirming their path to peace, stability, and prosperity. That is so great, and we'll hold up. How about holding up that document? All right. სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ ვაჭრობა, მოგზაურობა, დიპლომატიური ურთიერთობები და პატივისცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სომხეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ იცხოვრონ და იმუშაონ ერთად, რაც შესანიშნავია. ჩვენ ვამყარებთ მშვიდობას კავკასიაში, რაც ახალ დიდებულ შესაძლებლობებს გახსნის არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა სწორედ აღნიშნა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ეს შექმნის ახალ დამაკავშირებელ ხაზებს, მოშლის კედლებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს მრავალი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან სიმამაცესა და პასუხისმგებლობას შესარიგებლად. ხალხი შერიგდება და უკან მოვიტოვებთ ამ დაპირისპირებისა და სისხლის ზღვრის ისტორიას. სამშვიდობო შეთანხმება გზას გაუხსნის 10 წლეულობით მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ჩვენს ქვეყნებს შორის და დაიწყება ახალი ეტაპი, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემაზე. დეკლარაციის ხელმოწერით იწყება მშვიდობის, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ეტაპი სამხრეთ კავკასიაში. დიახ, ეს იყო ის განცხადება, რომელიც გავრცელდა ვაშინგტონში და ხელმოწერის ცერემონიალის კადრებიც ვიხილეთ ჩვენ შეთანხმებით, როგორც ითქვა კიდეც სიუჟეტში, სომხეთი და აზერბაიჯანი თანხმდებიან გრძელვადიან მშვიდობაზე, ისინი აცხადებენ, რომ ასრულებენ ერთმანეთთან კონფლიქტს, რაც არის, რა თქმა უნდა, ყველა მხარემ ეს აღნიშნა, ცალსახად მისასალმებელი და გარდა ამისა, ეს შეთანხმება, როგორც ითქვა, ეხებოდა სადაო ტერიტორიის, უпроსტად სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ზანგეზურის დერეფნის გახსნას, სადაც თურქეთის გადაზიდვა უნდა უზრუნველყოს 99 წლით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის, რომ თავად ეს კორიდორი ჩვენ წარსულში ჰქონდა ამ თემაზე არაერთი გადაცემა მომზადებული, წარმოადგენს არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვან მონაკვეთს, არამედ ამას აქვს დიდი მნიშვნელობა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, როგორიც არის რუსეთი და პირველეს ყოვლისა, როგორიც არის ირანის სახელმწიფო, რომელსაც ტრადიციულად ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება ამ დერეფნის გახსნის შესაძლებლობაზე და გავრცელდა ერთი საინტერესო პოზიცია. შენ მართალი თქვი, მერაბ, რომ საქართველოში რატომღაც აი ამ ირანის პოზიციებს ამ საკითხში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე, ეს ხშირად ახასიათებს ჩვენ მედასავლეთ ეკუდაბზიკა საზოგადოების რაღაც ნაწილს, რომ თითქოს ეს არ არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ირანი არის ტრადიციულად წარმოდგენილი კავკასიაში, როგორც ძლიერი სახელმწიფო და მის პოზიციებს ესეთ დროსთან მით უმეტეს, როდესაც სწორედ მის საზღვრებთან ხდება უშუალოდ ეს ყოველივე აქვს მნიშვნელობა. მე მინდა აი შევთავაზოთ რეჟისორს ხო რომ გამოაჩინოს, ეს გახლავთ ირანის ოფიციალური პირი არის ალი აკბარ ველაიეთი, ეს გახლავთ აიათოლა ალი ხამეინის უფროსი მრჩეველი. ანუ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე პირი, მან ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ირანულ გამოცემას, ოფიციალურ გამოცემას და უბრალოდ მინდოდა მაყურებელს მნიშვნელოვანი მომენტები ამ ინტერვიუდან წაუკითხო. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენს გვერდზე Facebook-ზე დევს თვითონ ამ ინტერვიუს უფრო ვრცელი ტექსტი და ასევე წყაროც არის იქ მითითებული, სადაც ორიგინალში შეგვიძლია წავიკითხოთ. ირანი კავკასიის რეგიონში ამერიკული კორიდორის შექმნას ხელშეუშლის მიუხედავად იმისა შეუერთდება თუ არა მას მოსკოვი. ირანი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ზანგეზურის კორიდორის შექმნას, რადგან ის რეგიონის გეოპოლიტიკას შეცვლის. კორიდორის გეგმას სომეხი ხალხიც მკაცრად ეწინააღმდეგება, რადგან ეს მათი ქვეყნის დაშლას გამოიწვევს. ირანი ამტკიცებდა, რომ იმოქმედებს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ხაზზე რუსეთთან ერთად ან მის გარეშე. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის სტრატეგიულად ამ კორიდორის წინააღმდეგია. და ბოლოს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ირანი ხელშეუშლის ნატოს ჩრდილოეთ საზღვრებთან მიახლოებას,
ჩვენ გვჯერა რომ პრევენცია მკურნალობაზე უკეთესია. აი ასეთ განცხადებას აკეთებს ირანის ოფიციალური პირი. აქვე აღნიშნავ რომ გარდა ამისა გავრცელდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ან უკვე ოფიციალური თეირანის პოზიციაც, რომელიც შედარებით რბილი იყო, იქ არანაირი სამხედრო კომპონენტზე არ ყოფილა საუბარი და ითქვა რომ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებს გამოიყენებს ირანი იმისთვის რომ ამ კორიდორის მუშაობა დაბლოკოს, თუმცა რა თქმა უნდა იქვე იყო გამოხატული კმაყოფილება რომ სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის მოხდა შეთანხმებაო. მე მინდა აი დღევანდელ გადაცემაში განსაკუთრებით ვისაუბროთ ამ კომპონენტზე და ავხსნათ დანარჩენი გეოპოლიტიკური მოთამაშეების პოზიციები, აი მაგალითად ირანის პოზიცია, ჩვენ მოვისმინეთ რომ ის არ მიესალმება ამ ყველაფერს და ირანი გაუწევს ამას წინააღმდეგობას. კიდევ ერთი საინტერესო რუკა მინდა ვაჩვენოთ მაყურებელს, სანამ ცოტნე შენთან გადმოვალ რომ გასაგები იყოს რატო არის ირანისთვის ეს პრობლემა. აი როგორც ხედავთ ეს გახლავთ რეგიონის რუკა ირანისთვის რატომ არის პრობლემა აზერბაიჯანის დაკავშირება ნახიჩევანთან. აი როგორც ხედავთ, საუბარი არის რომ მივაახლოვოთ სწორედ ამ დერეფნის გახსნაზე. ეს არის ნახიჩევანის ოლქი, აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორია გახლავთ, ეს არის დანარჩენი აზერბაიჯანი. შუაში არის აი ზანგეზურის კორიდორი, ხოლო აი მისი გახსნით აზერბაიჯანი მისავე ტერიტორიას ნახიჩევანში დაუკავშირდება. ეს პრობლემა არის ირანისთვის ორი ფაქტორის გამო. პირველი ეს არის ისტორიული ფაქტორი და ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი და ნათელი რომ სტრატეგიული ოპონენტი ტრადიციულად ამ რეგიონში 1000 წლის განმავლობაში ირანისთვის იყო ყოველთვის ოსმალეთი. თურქეთის სახელმწიფო და თუ კი მის ჩრდილოეთ საზღვართან ასე ვთქვათ თურქული გავლენები იქნება გაძლიერებული, ბუნებრივია ეს პრობლემას უქმნის უკვე შემდეგ მთელ ირანს ჩრდილოეთით და დასავლეთ მიმართულებაზე განვითარებისთვის პრაქტიკულად ეს ებლოკება მას და რა თქმა უნდა ეს არის მისთვის პრობლემა, მაგრამ გარდა ამისა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რატომაც არის ეგზისტენციური საფრთხე ეს ირანისთვის და რასაც უსვამს სხვათა შორის ხაზს სწორედ ირანის ოფიციალური პირი, რომ თუ კი აზერბაიჯანი, აი რო გამოვაჩინოთ რუკა, დაუკავშირდება ნახიჩევანს, რომელიც არის პირდაპირ ირანის მოსაზღვრე რეგიონი, აი თქვენ ხედავთ ტერიტორიას ადგილს ირანის ტერიტორიას, სადაც ცხოვრობს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა. მათი ზუსტი რიცხვი არ არის ბოლომდე ცნობილი, იმიტომ რომ თვითონ ირანი საკუთარ აღწერებში ეთნიკურ მაჩვენებელს არ უთითებს, მაგრამ სხვადასხვა მონაცემებით ეს არის 16-დან 23 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს ჩრდილოეთ ირანში. თუ კი შეძლებს აზერბაიჯანი რომ აი ამ ნახიჩევანის გავლით დაუკავშირდეს ფაქტიურად მის თანათვისტომ მოსახლეობას, ირანისთვის ეს არის ეგზისტენციური საფრთხე, რადგან მას აქვს წარსულში არაერთი ხელ მძიმე გამოცდილება, როდესაც სხვადასხვა სეპარატიული პრობლემები ექმნებოდა ხოლმე სწორედ ამ რეგიონებიდან. აქედან გამომდინარე ირანის პოზიცია ჩემთვის არის ამ შემთხვევაში გასაგები და ეს არ არის სურპრიზი, წარსულშიც არაერთხელ ირანს დაუფიქსირებია თავისი ძალიან მკაცრი პოზიცია ზანგეზურის დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით. უბრალოდ აი აქ საუბარი არის რამდენად ეყოფა მას ან ძალა ან რესურსი რომ ამ პროექტს წინ აღუდგეს. საინტერესოა რომ ირანი ეხება როგორც ვთქვით რუსეთის პოზიციასაც და ამბობს რომ რუსეთისთვისაც არ უნდა იყოს ეს სტრატეგიულად მომგებიანი, რუსეთის ჩვენ გჯერაო და გვწამს რომ რუსეთის სტრატეგიულად წინააღმდეგია ამ დერეფნის გახსნისო და აი საინტერესოა ცოტნე შენთან რომ გადმოვიდეთ ირანის პოზიცია ჩვენთვის გასაგებია. არსებობს ასევე რუსეთი, მეორე მნიშვნელოვანი ძალა კავკასიაში და რა პოზიცია ექნება შენი აზრით რუსეთს, მით უფრო რომ გავრცელდა როგორც მარია ზახაროვას ოფიციალური განცხადებაც, ასევე როგორც ვიცით, პუტინის და პაშინიანის სატელეფონო საუბრის ასე შინაარსიც გავრცელდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა. რა პოზიცია ექნება რუსეთს, რატომ არის რუსეთისთვის პრობლემა ზანგეზურის დერეფნის არსებობა, მოცემულ შემთხვევაში როგორ არის ეს მისთვის არის ეგზისტენციური საფრთხე, თუ პირიქით შეიძლება რომ ამ ყველაფერში რაიმე საკუთარი პოზიტივი იპოვოს. კი ბატონო, რაც შეეხება ფაშინიანისა და პუტინის სატელეფონო საუბარს, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა და ნახევარი საათის წინ და უნდა აღინიშნოს, რომ ეს სატელეფონო საუბარი შედგა სომხური მხარის ინიციატივით, ანუ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა დაურეკა, ასე რომ ვთქვათ, მარტივად პრეზიდენტ პუტინს და მათ შორის როგორც სომხური, ასევე რუსული წყაროები უწყებიან, მან დეტალურად მოახსენა
პუტინს ტრამპთან და ალიევთან გამართული აი ამ მოლაპარაკების და შეხვედრის შესახებ. და მათ ამ საპასუხოდ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ის მიესალმება ორ ქვეყანას შორის და ორ ხალხს შორის შესაძლო მშვიდობის დამყარებას. ასევე მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ აი 2020-2022 წელს სამხრივი შეთანხმებები რუსეთის მონაწილეობით, რომელიც დაიდო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აი ამის ფარგლებში რუსეთმა პოზიტიური როლი ითამაშოს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო ნორმალიზებისაკენ და გაღრმავებისკენ და საბოლოოს შეეხნენ რა თქმა უნდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ევრაზიული კავშირის ფარგლებში და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას, ხო, ეს უახლოესი ინფორმაცია, რაც რამდენიმე წუთის წინ ნახეთ. რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს და ამ შეთანხმებას, ირანის პოზიცია ნამდვილად გასაგებია, იმიტომ რომ გარდა იმ გეოპოლიტიკური საფრთხეებისა, რაც შენ ძალიან კარგად დასახე, ხო, იქ ეთნიკურად ცხოვრული ასე შემდეგ, ხო, გარდა ამისა, ირანი ფაქტობრივად ჩაკეტილი ხდება აი ამ რკალის გახსნის შემთხვევაში, ფაქტობრივად ჩაკეტილი ხდება და მას პირდაპირი კავშირი, ანუ სომხეთის გავლით და შემდეგ საქართველოს რუსეთთან რო სავაჭრო გზა ჰქონდა, სატრანსპორტო გზა ეკეტება ერთი და მეორე ეკეტება წვდომა შავი ზღვის პორტებზე, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა და აქ კიდევ ერთი ამ მიმართულებით კიდევ ერთი დიდი გლობალური მოთამაშე უნდა შემოვიყვანოთ, ეს არის ჩინეთის ახალ რესპუბლიკის სახით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ჩინეთისა და ირანის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები და ის დერეფანი, რომელიც დაუშვათ აი ანაკლის პორტი, სადაც მოიაზრებოდა, ხო, ეს პორტი, ამ პორტში ეს ტვირთები უნდა გარკვეული რაოდენობა მათგანის, ხო, უნდა გასულიყო სწორედ ირანის, სომხეთი, საქართველოს ამ სატრანსპორტო დერეფანში. შესაბამისად, ირანის ჩაკეტვა ამ მიმართულებით ეს დარტყმა როგორც ირანისთვის, ასევე ეს შეიძლება აღვქვათ დარტყმად როგორც ჩინეთისთვის, ირიბ დარტყმად ჩინეთისთვის. შესაბამისად, აქ ჩინეთის როლიც მნიშვნელოვანი იქნება აი ამ კავკასიის პროცესების განვითარებაში საომავლო და მათ შორის ირანის მხარდაჭერის მხრივ. ამიტომ ხო, ირანის წავე რეაქცია გასაგებია. რუსეთის რეაქცია, რომელიც ეხლა წავიკითხეთ, იქ ზახაროვას განცხადება წაიკითხე, ხო? უფრო თავდაჭერილია, უფრო მშვიდია, უფრო წყნარია და ის ჯერ არ წავიკითხე, მაგას წავიკითხავთ, მაყურებელს გაასარი მოვლენას. წავიკითხავთ, კი ბატონო, გამორჩა, ხო, მე წავიკითხეთ. ხო და უფრო მშვიდია, უფრო წყნარია, უფრო თავდაჭერილია რუსეთი საკუთარ პოზიციონირებაში და აი საქართველოში რაღაცა ის რო შეიქმნა თითქოს აი რუსეთი გეოპოლიტიკურ მათს განიცდის კავკასიაში, ხო? მე ამ საკითხს ესე არ უყურებ. იმიტომ რომ აქ არსებობს რამდენიმე ცვლადი, რატომაც არ არის ეს ასე, ხო? ჯერ ეს ერთი აი ძალიან მარტივად ავხსნათ, მე როგორც აღვიქვამ ამ პროცესებს, ის ჩვენ ამას ძალიან დიდი ხნის წინ საუბრობდით, მათ შორის ამ სტუდიაში, რომ შემდეგი დაპირისპირება დაუშვათ რუსეთსა და თურქეთს შორის უნდა მომხდარიყო სწორედ კავკასიაში და ეს რაღაცა დაპირისპირება ალიევის დემარში რუსეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ ეს სწორადაც აღიქმნებოდა თურქულ-რუსული დაპირისპირების კონტექსტში, ხო? ამაზე ყველა თანხმდებით, საერთაშორისო ყველა თანხმდება ამაზე და ანუ ამის უკან დგას ნატო და დასავლეთ თურქეთის უკან, ხო? ესეც არ ახალია და ფაქტია. ხო და აი ამ დაპირისპირების ფარგლებში თურქეთსა და რუსეთს შორის, ხო, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდა. ეხლა რა პროცესებიც მიდიოდა, ძალიან ბევრმა აღიქვა იმად, რომ აქ რეალურად სამხრეთ კავკასიაში რუსული პოზიციების შესუსტების ხარჯზე მოძლიერდა თურქეთი. გარკვეულწილად ეს ასეც არის, იმიტომ რომ მთიანი ყარაბაღის წართმევა სომხებისთვის და აზერბაიჯანის შემადგენლობაში შეყვანა, ხო? ეს ერთი კონტროლქვეშ შეყვანა, კი ბატონო. აზერბაიჯანის ტერიტორია. ანუ ეგ ვისთვის ხო, აზერბაიჯანისთვის და სომხებისთვის ყველანაირად არის, ხო? ამიტომ ხო. ანუ ამ საკითხის გადაწყვეტა თავიანთ სასარგებლოდ, ხო? მთიანი ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა და შემდგომ უკვე ზანგეზურის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ძალიან კარგად ახსენე, რამხელა მნიშვნელობის მატარებელია როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე თურქეთისთვის და სხვათა შორის დასავლეთისთვისაც, იმიტომ რომ ეგ შეიძლება გარკვეულწილად ნატოს კასპიის ზღვაში მოხვედრის გარკვეული მარშრუტი შეიძლება იყოს. კი ბატონო, ეს შეიძლება იყოს თუ დავუშვებთ ასეთ სცენარს, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ეს ამიტომ შეიძლება ეგეთი შაბეჭდილება გვჩება, რომ აქ თურქული პოზიციები გაძლიერდა, ხო? გაძლიერდა ისე რომ რუსეთი ძალიან შესუსტა, მაგრამ მე ასე უყურებ ამ საკითხს, ხო? თურქული პოზიციების გაძლიერება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ზანგეზურზე კონტროლს აიღებდა ისეთი ძალა
რომელზეც ზეგავლენა ექნებოდა თურქეთს, ან თვითონ თურქეთი, ან აზერბაიჯანი მხარე, ან იგივე სომხეთი, რომელზედაც მას აქვს ძალიან ბევრი მექანიზმი დღეს უკვე, რომ სომხეთის დღევანდელ მთავრობაზე რაღაცა ზეწოლის გზებით რაღაცა ზეწოლა მოახდინოს მასზე, ხო? ამის ალტერნატივა რუსეთისთვის რა ალტერნატივა იდგა? ეს მინდა რომ მაყურებელს აუხსნათ. რუსეთთვის იდგა ალტერნატივა, ან ეს დერეფანი იხსნებოდა უშუალო თურქული გავლენის ქვეშ, ანუ თურქული მმართველობის ქვეშ, ასე რომ ვთქვათ, ან იხსნებოდა ამერიკული ინიციატივით, ხო და ამერიკული მმართველობის ქვეშ. აი ამ შემთხვევაში რუსეთისთვის ჩემი აზრით არჩევანი ცალსახა იყო, იმიტომ რომ თურქეთისთვის აი ამ დერეფნის გადაცემას რუსეთს ურჩევნია, რომ ეს დერეფანი ანუ არჩევანი ცუდსა და უარეს შორის. ცუდსა და უარეს შორის, ხო, ცუდსა და უარეს შორის ცუდი აირჩია, საბოლოო ეს არ არის იდეალური არჩევანი რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, მას ურჩევნია, რომ თურქეთის შესუსტებული იყოს, აგან საერთოდ არ არსებობდეს და ამერიკის შეერთებული შტატები ატლანტის ოკეანეს აქეთ არ გადმოდიოდეს, მაგრამ ეს ასე არ არის, ხო? მას ესეთი გეოპოლიტიკური არჩევანი ედგა და ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ რუსეთმა მოახერხა ის, რომ თურქეთის მეტად გაძლიერებას რეგიონში ხელი შეუშალა. ამავდროულად, ხო? რამ კიდევ ერთი ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ რაც არ უნდა, როგორც არ უნდა შესაძლებლად ჩანდეს რუსეთის პოზიციები, რუსეთს დღემდე ამ მომენტში რუსეთს თავისი სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში და ფაშინიანის ეს ზარი პუტინთან და საქმის ყურში ჩაყენება პუტინის, რომ ჩვენ აქ ამაზე ვილაპარაკეთ და ამაზე შევთანხმდეთ, ესეც ამაზე მიუთითებს, რომ რუსეთს იქ ძალიან დიდი გავლენები აქვს. ეს კიდევ ერთი და მესამე ყველაზე მთავარი რაც არის, ხო? ეს შეთანხმება, რომელზეც მათ სხვათა შორის ალიევმაც გაუსვა იქ, ჩვენ არ კადრებით ვნახეთ, სწორადაც გაუსვა ხაზი, იმიტომ რომ ეს საფრთხები არსებობს. ომი იყო სულ რაღაც 2 წლის წინ, ხო? სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იქ ათობით თუ ასობით დაიღუპა როგორც სომხეთის მხარეს, ისევე აზერბაიჯანის მხარეს რამდენიმე 100 თუ 150,000 ტოლი მიიღო სომხეთმა აი ამ დაპირისპირების ფონზე და ეს არის ძალიან ახალი ჭრილობა სომხეთისთვის. შესაბამისად ეს აი ალიევმა რაც თქვა, რომ იმედია სომეხი და აზერბაიჯანის ხალხი იპოვის იმ სიამაცეს ერთმანეთში, რომ ეს ყველაფერი დაივიწყოს და მშვიდობიანად იცხოვროს, ეს არ არის ესე მარტივად, ესე არ ჩანს, რომ სომეხი ხალხი ეხა ხვალ დაივიწყებს 2 წლის წინ მიყენებულ ასეთ ძიმე დარტყმას და ტკივილს, რომელიც მათ თურქულ-აზერბაიჯანული ალიანსის მხრიდან მიადგა. ამიტომ ეს შეთანხმება, სანგეზური შეთანხმებას, ეს ძალიან მყიფეა, ეს არის აი როგორ ვთქვათ, ომი ხო არ თავრდება მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს რომელიღაცა ლიდერები აი ამ შეთანხმებას აწერენ ხელს, ხო? იქ ისეთი პროცესები მიდის სომხეთში შიგნით, რის გადატეხვასაც ფაშინიანი ცდილობს, რადგან ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ხო? შეტევა სომხეთის გრიგორიანულ ეკლესიაზე, რომელიც მუსულმანად პოზიციონირებს და ამის გამო ფაშინიანთან არის დაპირისპირებული, რაღაცა თურქული სახელიც კი შეარქვეს, აღარ მახსოვს, რაღაცა ოღლუთი მთავრდება, ესეთ სახელიც კი შეარქვა მსგავსი განწყობების მქონე სომეხმა მოსახლეობამ, ხო? აი ამის გადატეხვას ცდილობს ფაშინიანი ზუსტად მათზე შეტევით და ასევე იმ ოპოზიციურ ძალებზე, რომლებიც სომხეთში არიან და აი ამ პროცესებს აღიქვამენ, როგორც ირანელებმა თქვა, რომ შეიძლება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვინც იყო თქვა, რომ ეს არის შეიძლება დაშლის წინაპირობა იყოს სომხეთისთვის ეს ხელშეკრულება. დაახლოებით ასე აღიქვამს სომხეთის გარკვეული ნაწილი ამ ყველაფერს და აი ამ შიდა ხოჭორს არ არის ჩემი აზრით, ეგ ჭკვიდან შორს, ეგ არ არის, ნამდვილად არ არის ჭკვიდან შორს და ყოლე ბერკეტი რისი თქმა მინდა, რომ აი რა ბერკეტი აქვს მათ შორის რუსეთს, მათ შორის ჩინეთს, ხო? იგივე ამერიკული მეთოდებით რომ იმუშაონ და იხემძღვანონ, აი ამერიკელებს რო ქონდა დემოკრატიის გავრცელების მიზეზი სახელმწიფო გადატრიალებებს რო აწყობდნენ იქ ცოტა ფული რო დახარჯონ და ეს ძალები დაუშვათ შიგნით წაახალისონ, ხო? სომხეთში მსგავსი განწყობების ანტითურქულად და ანტი-აზერბაიჯანულად განწყობილი ადამიანები რო წაახალისონ, იქ ძალიან დიდი შანსია რომ მათ იქ წარმატებას მიაღწიონ და იქ ხელისუფლება შეიცვალოს რადიკალურად განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების მხრიდან. ამიტომ ეს ბერკეტები რუსეთს ჯერ კიდევ მძლავრად აქვს და საბოლოო ჯამში, როდესაც სანამ შემოვიდოდ, მაშინ ვთქვი, რომ ერთი რაღაც არის ჩემთვის ესეთი ფაქტი, რომელსაც რა ვიცი, მე ვერანაირი არგუმენტით არ მგონია რომ ჩანაცვლეს, ხო? ეს არის რა რუსეთს ორი სამხედრო მოქმედება ომი ჰქონდა საკუთარ ქვეყნის ტერიტორიის გარეთ, ხო? საბჭოთა დაშლის შემდეგ, კი, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რაც რუსეთის ფედერაცია არსებობს, ხო? ერთი ეს იყო 2008 წელს ჩვენ წინააღმდეგ სამწუხაროდ ეს გასაგებია და მეორე ეს დღემდე მიმდინარეობს უკრაინაში, ხო? ორივე მიზეზი იყო ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით,
ხო და ორივე მიუხედავად იმისა რომ ნატო ფინეთშიც გაფართოვდა რუსეთს იქ ესე არ უმოქმედია რუსეთმა იმოქმედა უკრაინაში და იმოქმედა საქართველოში იმიტომ რომ საქართველო კავკასია ზოგადად და უკრაინა რუსეთისთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ორი მიმართულება და ეს ზუსტად ამაზე მეტყველებს რომ სამხედრო გზით როდესაც სხვა გზა აღარ დარჩა რუსეთს უკვე და იძულებული გახდა რომ სამხედრო გზით უნდა გადაეჭრა ეს კონფლიქტი ეს ამ საკითხში სამხედრო და ნატოს ინფრასტრუქტურის გაფართოება არის იმის წინაპირობა რაზეც ყოველთვის იქნება რეაგირება კი და აი ზუსტად აი სამხრეთ კავკასიის მიმართულებაში რუსეთი ყოველთვის დარჩება იმ სამხედრო ძალის მქონე ქვეყნად, რომელსაც შეიძლება საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანების გადაჭრა სხვა თუ არაფერი სამხედრო ესკალაციის გზით სამხრეთ კავკასიაში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როგორადაც არ უნდა გადავაგდეს სამხრეთ კავკასია და ვისი მოკავშირეება და ვისი შუამავლობითაც არ უნდა მოეწეროს ხელშეკრულებას, რაღაც ხელშეკრულების ხელი, ხო? რუსეთს თუ დასჭირდა ხვა და ჩათვალა, რომ მას ურგას ეს აუცილებლობა, რუსეთი კავკასიის ნებისმიერ ქვეყანაში, ნუ ჩვენთან ისედაც შემოსულია, მაგრამ სხვა მათ შორის აზერბაიჯანი იქნება ეს თუ მათ შორის სომხეთი იქნება, სადაც ბაზა აქვს ვიმეორებ, ხო? ნებისმიერ მათგანში მას შეუძლია სამხედრო ჩარევის და სამხედრო მოქმედებების გზით ყველა ეს ხელშეკრულება და ყველა ეს ჩანაწერი დაატოვოს მხოლოდ ქაღალდზე. დაიცვას თავისი ინტერესი. კი ბატონო, მერაბ შენთან მინდა გადმოვიდე კიდევ ერთ საინტერესო თემით, უბრალოდ მანამდე აი ცოტნემ რაც დაანონსა ზახაროვას განცხადებაო და ალბათ საინტერესო იქნება მაყურებელს გავაცნოთ ოფიციალური რუსეთის პოზიცია. მეც სიმართლე გითხრა ცოტნე მომეჩვენა რომ რუსეთი ამ შემთხვევაში შენ საუბრობ რომ მას აქვს სამხედრო პოტენციალი რომ თუ დაჭირდა სამხედრო გზით გადაწყვეტოს პრობლემები, თუმცა ამ შემთხვევაში მეც მეჩვენება, რომ რუსეთი დაინტერესებულია არა სამხედრო ესკალაციით, არამედ პირიქით მონაწილეობით და თანამშრომლობით ამ პროექტში და აი ზახაროვას განცხადება არის ამისი დასტური. რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის ზონის ჩამოყალიბებით, ამასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ლიდერების შეხვედრა ვაშინგტონში ამერიკული მხარის შუამავლობით დადებითად შეფასებას იმსახურებს. სამხრეთ კავკასიის პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური ვარიანტი რეგიონის ქვეყნების მიერ თავად შემუშავებული გადაწყვეტილებების ძიება და შემდგომი განხორციელება მათი უშუალო მეზობლების რუსეთის, ირანის, თურქეთის მხარდაჭერით. არარეგიონული მოთამაშეების ჩართულობამ უნდა იმუშაოს სამშვიდობო დღის წესრიგის გამტკიცებაზე და არ შექმნას დამატებითი სირთულეები და გამყოფი ხაზები. ჩვენ დამატებით გავაანალიზებთ ვაშინგტონის განცხადებებს, რომელიც რეგიონული კომუნიკაციის გამბლოკვას ეხება. ამ სფეროში აქტუალური რჩება სამხრივი შეთანხმებები რუსეთის მონაწილეობით, რომლიდანაც არც ერთი მხარე არ გამოსულა. ანუ რა გამოდის, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი იძახის, რომ თუ იხსნება ეს დერეფანი კი ბატონო, ჩვენ ამას მივესალმებით, უბრალოდ ჩვენ გვაქვს ამ ქვეყნებთან უკვე სამხრივი შეთანხმებები, რომლებიც წარსულში დაიდო და არც ერთ მხარეს ეს შეთანხმება არ დაუტოვებია, აქედან გამომდინარე ეს ვერ მოხდება რუსეთის ინტერესების უგულებელყოფით, თუ პირდაპირ არ დაარღვიეს ეს საერთაშორისო ხელშეკრულება. მერაბ, აი საინტერესოა ამ თემაზე რომ გავაგრძელოთ და აი ესეთი კონკრეტული კითხვა მექნება, ჩვენ ხედავთ რომ კავკასიის საკითხის აი ეს ბოლო აქტუალობა დადგა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, რომელიც მსოფლიოს ელოდება 15 აგვისტოს, უკვე ითქვა ეს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ამ თარიღში 15 აგვისტოს ალიასკაზე გაიმართება რუსეთის ლიდერთან ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის შეხვედრა. ეს არის დღე, რასაც ამდენი ხანია ელოდება, ხო, მთელი მსოფლიოს საზოგადოება და ერთგვარად ეს შეხვედრა უნდა იყოს კულმინაცია, როდესაც ყველა ეს სადაო საკითხი თუ არა, 90% ამ საკითხების ამ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ერთმანეთთან, რაღაცაზე მორიგდნენ, რაღაცაზე ხელი ჩამოართვან და ეს მოლოდინი არსებობს. და აქ არ არის საუბარი მხოლოდ უკრაინაზე. როგორ ჩანს აქ საუბარი არის კავკასიაზეც. სწორედ აი ამ შეხვედრის წინ ხდება ასეთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები კავკასიაში. როგორ ფიქრობ, აი რას მოასწავებს ეს ყველაფერი ამ შეხვედრის წინ? აი სხვა შორის მინდოდა მეთქვა და კარგია რომ თქვა შენს ამას გაუსვი ხაზი. ის რაზეც ცოტნე მილაპარაკა და ცოტნეს ანალიზი როგორიც იყო. ჩვენთვის ბუნებრივია ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამყარდება და მე შეიძლება ცოტნე არ ახსენა ეს, მაგრამ იგულისხმებოდა და ზოგადად მოლოდინიც ასეთია, რომ პუტინის და ტრამპის შეხვედრის დროს თითქოს და რაღაცა მათ ჯერ ამ საკითხზე ესე ვერბალურად არ უსაუბრიათ, მაგრამ თითქოს და სადღაც რაღაცა შეთანხმება მათ შორის იყო. მე არ ვიცი, ჩვენ არ ვიცი დეტალები, საერთოდ როგორ ხდება, როდესაც
დიდი გეოფაქტორები და მით უმეტეს ლიდერები სანამ შეხვდებიან თავს მანამდე მილიონი არხი და გზა არსებობს და სპეცსამსახურები შეიძლება ეს მართლაც იყოს მე იმედი მაქვს რომ ეს ესე და კარგი იქნება თუ ასე იქნება იმიტომ რომ ნებისმიერი ასეთი ანალიზი მცოდნე ადამიანს ვინც გარკვეულია გეოპოლიტიკაში და ვინც ყოველდღე უყურებს და პოლიტიკითაა დაკავებული ხო პოლიტიკაში იღებს მონაწილეობას და არის ჩართული ამ პროცესში შეიძლება მათთვის ეს კი ლოგიკურადაც ღერდეს და ასია და შენი კითხვაც რომ აი სწორედაც ეს ამბავი მოხდა და ჯერ კიდე არ შეხვედრიან ესენი ერთმანეთს მე ერთ რაღაცაში ვერ დაგეთანხმებით ხო ვერ ვიტყვი შენს და ცოტნესაც მაგრამ ნუ შეიძლება პირიქით უბრალოდ თქვენ ხაზი არ გაუსვით მე მაინც მგონია რომ პუტინის ტრამპის შეხვედრის ნომერ პირველი ამოცანა და მიზანი პუტინისთვის არის უკრაინის ომის დამთავრება და არანაკლები მიზანი იმიტომ რომ ჩვენ ამდენჯერ ვთქვი ტრამპმა თუ ტრამპს ჰქონდა მისი აღმავლობის პერიოდში რაც ახლა პრეზიდენტია ის და არაორდინალური კაცია ეს და ვიცით ხო როგორც მოვიდა ხელისუფლება ასე შემდეგ თუ რაიმე ჩავარდნა ქონდა ეს ჩავარდნა ქონდა მისივე მდგომარეობიდან გამოდიოდა როცა ეკითხებოდნენ ან ეუბნებოდნენ ხას უსვამდნენ რომ თქვენ რომ ომის დამთავრება ახსენეთ და თქვენ რომ პუტინს აკებდით ეს რაღაც არ ხდება და ტრამპი გამოდიოდა ანუ ტრამპმა ზუსტად იცის რომ ტრამპის მიზანიც ერთ-ერთი არის რომ პუტინთან შეხვედრის დროს ნომერ პირველი საკითხი იქნება მოდით პირდაპირ თქვათ უკრაინის საკითხი რა თქმა უნდა პუტინისთვის ნომერ მეორე საკითხი ეს კავკასია იქნება თუ სხვა იქნება უსაფრთხოება საკითხი ზუსტად რატომაც დაიწყო მან საერთოდაც დაიწყებს ყველგან კონფლიქტს ნუ კონფლიქტი დავარქვათ ამას თუ სამხედრო ოპერაციას ასე შემდეგ მაგრამ მე მაინც მგონია რომ იმ პროცესებზე რომელზეც ჩვენ ახლა საუბრობთ მე მინდა დაუბრუნდე ეხლა დაუბრუნდე და დღეს თქვენთან გადაცემაში პაექრობის სტილში თუ შემოვალ ვიყო ჩვეულებრივი ქართველი ობივატალის საქართველოს მოქალაქეს პოზიციაში და რატო გეუბნებით ამას შესანიშნავად ახსნა თქვა ცოტნემ შესანიშნავად ახსენი შენ და ახსნი მაგრამ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის მთაში თუ ბარში მე მინდა მათთვის გასაგებად მათ როგორ შეიძლება აი ანუ ამ ადამიანების წარმოსახვაში როგორ რაღაცა ხდება ეხლა მე მინდა აგიხსნათ იმიტომ რომ მე პირადად მქონდა მაგალითად გუშინ ერთი ესეთ ადამიანთან საუბარი და ზუსტად აი ესე თითქოს ესე ძალიან ჩავშალეთ ეს ისტორია ნახეთ რა ხდება და რატომ მინდა რატო ბრუნდები და რატომ მაინტერესებს საქართველოს საკითხი ხა აქ გავიგე ყველაფერი მაგრამ აი ამ ქართველსაც თუ საქართველოს მოქალაქეს ვინცაც საუბრობ ამ ობიოტას აინტერესებს საქართველოს საკითხი იმიტომ რომ აი გამოვაჩინოთ რუკაცის ჩვენი ზონა ალბათ კონტექსტური იქნება რომ კი ბატონო რატო ბრუნდები ახლა საქართველოს საკითხი ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის ეს სცენა როგორ არის დანახული დაპირისპირებული მხარეების და პიროვნებების შეთანხმება დგება რატო ვამბობ დაპირისპირებული მხარეები არიან რუსეთიც ამერიკაც დაპირისპირებული მხარეები არიან და იყვნენ სომხეთი და აზერბაიჯანი რომელსაც როგორი საშინელი ომი ქონდათ ბოლოს ჩვენ სულ ეხლახანს ერთი წელი არ გასულა ერთად უყურებდით კადრებს დაპირისპირებული მხარეები არიან თურქეთიც რომელიც თითქოს და გამოჩნდა მაგრამ მე აღარა ჩანს და დაპირისპირებული მხარეა და ინტერესები აქვს თავის ევროპასაც რომელიც არა ჩანს ევროპა შეგნებულა თითქოს ნუ თუ არ ჩავთვლით მაკრონის რამოდენიმე განცხადებას უყურეთ რას უყურებს ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენი საქართველოს მოქალაქე რა ნახა ამ ადამიანმა უცებ ნახა რომ აგერ რო ვიცით ზეპირად სომხეთ და აზერბაიჯანელები ერთმანეთთან როგორ არიან რა კონფლიქტი ქონდათ რომ იციან რუსეთს რა კონფლიქტი აქვს და როგორი თული ბრძოლა აქვს თუ ვერ დაამთავრა ეს ომი რომელიც უკრაინასთან აქვს ხედავს რუსეთ პუტინის და ტრამპის მუდმივ ხანშერიგებას ხან ერთმანეთზე კავშირს დაპირისპირებას და აი ამ ყველაფრის ფონზე ეს რომ იცის და ასევე იცის თურქეთის პოზიცია ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან ჩვენ თუ რაიმე გვაქვს სადაო დღეს აზერბაიჯანთან სადაო გვაქვს დავით გარეჯის საკითხი ნიშნულოვანი საკითხი დავით გარეჯის აქ შემთხვევაში მე მხოლოდ თუნდაც მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობასა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ვისაუბროთ აი ამათი თვალიდან მინდა თქვენ ახლა კითხოთ ხედავენ რომ ბახ ეს ხალხი ეს მსოფლიო დაპირისპირებული ლიდერები ეს ერები ერთმანეთთან დაპირისპირებულები რიგდებიან ტრამპი არიგებს ვაშინგტონში თავის რეზიდენციაში პუტინი ვერ ამთავრებს ჯერ კიდევ ომს მაგრამ პუტინს შეხვედრა აქვს ახლა ტრამპთან
და ალბათ სადღაც იქნება საუბარი, მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა ის ქართული ოცნება არ აკეთებს არაფერ, ნუ ისეთ განსაკუთრებულ კომენტარს და არც პროპაგანდა არა ისეთი, რომ ჩვენ მოსახლეობას უთხრათ თქვათ ან მედიაში არ არის ისეთი პროპაგანდა. რიგითი ჩვეულებრივი მაყურებელი ვერ უყურებს ცოტნე მარღიას, თენგო ომანიძეს გადაცემას. ხო გესმით, რომელიც თუნდაც იმ მოსაზღვრე რეგიონთან ცხოვრობს, ეხა აი აზერბაიჯანთან, დავითგარეჯის ტერიტორიაზე. და ესეთი ადამიანები ამას უყურებენ, სვავენ კითხვებს. სად არის საქართველო, რა ხდება? ჩვენ აი ამ სოფლიო დაძაბულობაში, აი ამ ამბებში, როგორ ესენი რიგდებიან, ესენი ერთმანეთთან საერთო ენას ნახულობენ და ჩვენი რა როლია ჩვენი? თან არ დაგვავიწყდეს. უმეტესობა, მოდი ვაღიაროთ ხალხო. უმეტესობა ხო იმ აზრზეა, რომ რუსეთთან ომი არ შეიძლება, რომ რუსეთი გავლენაა კავკასიაში. რა თქმა უნდა. აი ამ ადამიანების გადმოსახედიდან ჩდება კითხვა, რომ კი ბატონო, თუნდაც ალიანსკაზე რო შეხვდებიან, გარანტია არავის არ აქვს. მეგობრებო, შეიძლება მეორე დღეს ტრამპი ისეთ არაორდინალურია, გამოვარდეს და თქვას რაღაცა დააბრეხო. ჩვენ ხო ვიცით, ნალაპარაკები ტელეფონზე პუტინთან შეხვედრილი არ იყო. 2 საათი ველაპარაკეოდო, ეს რა კაი კაციაო, ჩემი ცოლი ყვარებიაო, მოწონსო. აი ამ საუბრების მერე უცებ არადეკვატურ განსხვავებებს აკეთებს და რაღაც. აი ამ ყველაფრის ფონზე ქართველი საქართველოს მოქალაქის მოლოდინი, ნერვიულობა და შფოთი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა მათთვის გასაგებად ვნახოთ. ძალიან კარგია და ძალიან კარგად კი ბატონო, ეკონომიური კუთხით რუსეთმა შეიძლება არ წააგოს, მაგრამ ჩვენ აქ ეგზისტენციალურ საკითხს ვეხებით. რატო ეგზისტენციალური ჩვენთვის? როგორც რუსეთისთვის არის ეგზისტენციალური გადარჩეს დღეს უკრაინა, პირობითად უკრაინაშია ეს სამშენებლად ხდება, თორე მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა. ჩვენთვისაც ეგზისტენციალურია ეს ორი ერი, რომლებიც როგორ კლავდნენ ერთმანეთს. სომხეთ, აზერბაიჯანი. ირანთან და რატო ახსენეთ ირანის თემა? ჩვენთვისაც ეგზისტენციალური საკითხია კავკასიაში ჩვენი როლი. ნუ თუ მართლა ეს ზანგეზურის ეს პატარა, კი, ეკონომიურად მართლა არა ისეთი დიდი დანაკარგი არ გიქნება. პირიქით შეიძლება უფრო მეტად რაღაცეებში ინფრასტრუქტურას განავითარებს, სხვა გზები გაიხსნას, როგორც არის მაგალითად ლაგოდეხისისა. საოცარი გზა უბრალოდ გაკეთდეს, არანაკლები ტურთები წავა, მაგრამ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ. ეგზისტენციალური საკითხი ხდება როგორ? ნახეთ რას ამბობს ლიბერალური პროპაგანდა როგორ მუშაობს და როგორ ისინი წამოვიდა. ბიჭო, სად არის ქართული ოცნება? ესენი აგერ შეარიგა ამან და ვიძახოთ ეხა ჩვენ შიდობა გვინდა. აი ამიტომ ვსავა ამ კითხვებს და მე მინდა რომ ჩვენ განცემაში რამენაირად ეს გავარკვიოთ. იმიტომ რომ როგორ გადავდებთ, აი ხარ რომ ნებისმიერ მოქალაქემ თქვას, ვა შერიგდით, გაიხარ, მეც მაქვს ეს პოზიცია, თენგო. არ ვიცი ალბათ შენს გეკნება ცოტნესად. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, მაგრამ დიდი ბოდიში, ბატონო ალიო, რავი, ყველაფერი კარგადაა შერიგდით, აგერ ტრამპთან. ჩემ დავით გარეძე, რა ხდება ეს რო კიდე რო ვერ ავდივარ მოსალოცად. აქ რა მოდის აქ, რა ფაქტორია მოდის? გეთანხმები, მე რა ამაზე პასუხები ჩვეულებრივ მოქალაქეებს უნდა გაეცეს. არ ვიცი ეს პროპაგანდით გაეცემა, დაპირისპირებას უარ გვინა, ანალიზით გაეცემა? კი ბატონო, აი ეს ანალიზი რაც ცოტნე ეხლა ჩვენ თვალწინ, როგორი ანალიზიც გააკეთა, იგივე შენც, მე და სხვა ტელევიზია, ძალიან მცირეა ესეთი ანალიზები, აგერ ცოტნე მითხრა რომ ვაკას ეთერში, სივრცეებში იყო და მართლა, კი ბატონო, მაგრამ ვერ უყურებს ბევრი, ვერ უყურებს. და აი ამ რიგით ადამიანს ეს თოხი და ბარი არ გაუგდია. შენ კარგად იცი და ცოტნე შენ კარგად იცი, აგერ კონფლიქტურ ტერიტორიებზე და აგერ ჩვენ მოსაზღვრე ტერიტორიებზე როგორ ავარდა. ამათვის მინდა ეს რა პასუხია. ანუ ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაცეს. ტრამპის და პუტინის შეხვედრა გადაწყვეტ. კი ბატონო, ძალიან კარგია და მომხრება რომ რუსეთის გავლენა არის, ვერ გავექცევით ხალხო. რუსებთან ან უნდა ჩვენ შეგვეძლოს. საერთოდ მსოფლიოში როგორაა რა? ან იგებ ომებით და ხარ ძლიერი და ხტები ტერიტორიებს იპყრობ, იბრუნებ თუ იპყრობ, ან და გაქვს ძალიან სწორი, სტრატეგიული, საუკუნოვანი სტრატეგია დიპლომატიის და შენი მნიშვნელობის მიცემა მთელ მსოფლიოზე, რაც ქონა აბრეშუმის გზა როცა იყო. და ნებისმიერმა კაცმა დღეს მტკვარი რო გაიშვება ხალხო, როცა არის ხოლმე მტკვარს რო გამომდინარე პირობების გამო უშვებენ, დადექით ეგერ 100.000 მოწამის ხიძე და გადახედეთ ძველი სადგომებია, აკლემების სადგომები ჩანს, ეგრეთ წოდებული საბაჟო პუნქტი, სადგომები, რომლებსაც რა მისია ჰქონდათ, ჩვენ ხო ვიცით ამ აკლემებს, საიდან სად მიდიოდნენ და რა მიქონდათ. აი აქედან გამომდინარე სულ ამ კითხვებს და ჩვენ კარგად ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ რიგითი მოქალაქე ნერვიულობს ამაზე.
კი ბატონო, მე მგონი ძალიან საინტერესო თემას შეეხე, რამდენიმე მომენტი გამოყავეთ. კი ბატონო. დავით გარეჯის საკითხი, რა თქმა უნდა, არის უდაოდ მნიშვნელოვანი და ალბათ ამაზე უნდა ვისაუბროთ და კითხვები, რომლებიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას. ეს კითხვები არის ჩემი აზრით სრულიად ლეგიტიმური. შეიძლება ბევრი რამ და ბევრი აღქმა, რაც ახლა ვრცელდება, რომ აი მაგალითად მე მოვისმინე ლიბერალურ არხებზე და ლიბერალური ჯერ სიხარული ტყვებიან ამ ყველაფერს რა უხარიათ ნეტა მართლა ეგრე თუ არის საქმე, რასაც ეგენი ამბობენ, გასახარი რა არის მაგაში, მაგრამ ნიშნის მოგებით გეგონება ჩვენ გვიგებენ ნიშანს რომ აი გაიხსნა ზანგეზურის დერეფანი საქართველოს კარგავს თავის ეკონომიკურ მნიშვნელობას, სატრანზიტო მნიშვნელობას და აი რაღაც საქართველოს არ არის ამ შეთანხმების მონაწილე. ნუ ჯერ აი უბრალოდ პარალელურ პანჯარაში ორ პანჯარა რო არის, გამოვაჩინოთ კიდევ ერთხელ ეს რუკა და ვანახოთ, ანუ ხედავთ როგორ არის. ეს არის საქართველოსზე მიმავალი მარშრუტი მწვანე, ჩვენ ადრესს მიმოვიხილეთ ეს რუკა. ეს არის ეს წითელი ზოლი გახლავთ ახალი მარშრუტი. ეხა აი ამ ნაწილში საქართველოს მონაწილეობა რა უნდა იყოს ეხა გეოგრაფია მაინც ესწავლა ამ ხალხს ნორმალურად არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ პრობლემა ამ შემთხვევაში ეს კი არ არის, რაც ლეგიტიმურია ამ საკითხში და რა კითხვებიც ლეგიტიმურია, ჩემი აზრით არის ის, რომ ხომ არ ხდება კავკასიის ხელახალი გადანაწილება, ხომ არ გამოიწვევს ეს ყველაფერი რაღაცა ფორმით საზღვრების სრულილებას და ჩვენ ხომ არ აღმოჩნდებით ზუსტად იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მაგალითად ვიყავით ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წელს, როდესაც მაშინაც მოხდა კავკასიაში ხელახლა საზღვრების გადანაწილება, როგორც აღმოჩნდა, ყველაფრის საქმის კურსში იყო და ყველამ ჩვენს ხარჯზე გადაინაწილა შემდეგ ტერიტორიები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ მოხდა საქართველოს გასაბჭოების პარალელურად ხდება, ხო, ეგ მაშინ მაგალითად, აიგივე დავით გარეჯთან დაკავშირებული დღეს რაც გვაქვს სადაო, მაშინ ჩდება ეს პრობლემა, სადაო ცუდი სიტყვა არის, შეიძლება და არ არის რელევანტური გამოვიყენოთ, ნუ რაღაც ყოველ შესათანხმებელი საკითხები. მაშინ ჩდება, მაშინ იკარგება ლორე, მაშინ იკარგება ეკით აჭარას ჩამოცილდა მაშინ უზარმაზარი ტერიტორიები და დღეს ეს ტერიტორიები თურქეთის შემადგენლობაშია. სწორედ 100 წლის წინ ხდებოდა ხო ეს პროცესები და ხდებოდა იმიტომ რომ რეგიონის ყველა ქვეყანა რაღაცაზე თურმე თანხმდებოდა, რაღაცაში თურმე ერთმანეთს ხელს ართმევდნენ და ჩვენ ამ დროს აზე არ ვიყი გერმანელებს ველაპარაკებოდით, აქ რაღაც ჭიათურიდან როგორ უნდა გაეტანათ მარგანეცი ეგეც საკითხებს. იგივე მდგომარეობაში ხო არ უნდა აღმოჩნდეს ჩვენ ქვეყანა. ეს არის ამ შემთხვევაში ლეგიტიმური კითხვა და სავსებით სწორია, რასაც შენ ამბობ, ეხა აი ძალიან ჰიპოთეტურად ჩვენ არავის რა თქმა უნდა არ გვინდა რომ შევაშინოთ და მაგრამ აი ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ არაფერი მშვიდობით არ დასრულდა ეს პროცესი. ხედავთ რა გონორზეა ალიევი მაგალითად და ერთი მნიშვნელოვანი ცვლადი მინდა აი ამ ჩვენ მსჯელობაში შემოვიტანო. ალიევმა განაცხადა გუშინ მაგალითად, რომ თუ რუსეთთან გაგრძელდება ურთიერთობების ესკალაცია, რაც აზერბაიჯანს და მოსკოვს შორის ბოლო პერიოდში ცალსახა, ალიევი მოხსნის იარაღის ვაჭრობაზე ემბარგოს უკრაინის სასარგებლოდ. ანუ იარაღს მიაწვდის უკრაინას პირდაპირ. ეს განაცხადა ალიევმა. დღეს გამოაცხადა, რომ 2 მილიონი იარაღს არა, მაგრამ 2 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის უკრაინას. ჩვენ თუ საუბრობთ, რომ ეხლა 15-ში 2-3 დღეში ფაქტიურად ეს ომი უნდა დამთავრდეს, მაშინ რას ემსახურება ალიევის განცხადება? მხოლოდ რუსეთის გაღიზიანებას, მხოლოდ რუსეთთან ესკალაციაში შესვლის მცდელობას, თორე თუ მორჩა ის ომი ვიღაცას წვის იმ იარაღს, ხო მართალია? რამდენად არარელევანტურად ჟღერს, აი პოტენციური ზავიდან 3 დღით ადრე რო უცებ გამოდის აზერბაიჯანი და სრულიად პრინციპში არაფრის მომცემ განცხადებას აკეთებს, მაგრამ ის ამას აკეთებს. რა არის ამისი მიზეზი? ეს საინტერესო ასახსნელი იქნება, იმიტომ რომ თუ მართლაც მოხდა, რომ აი აზერბაიჯანი ჯვარი ეწეროს კავკასიას, მაგრამ დაიწყო ისეთი არეულობა, რომ აი აზერბაიჯანში გადავიდა სამხედრო ყაიდაზე, არ ვიცი ეს მოხდა სომხეთთან მოხდება თუ რუსეთთან მოხდება, რაიმე ფორმით აზერბაიჯანი გადავიდა თავის სამხედრო ყაიდაზე და აი გადაწყვიტა, რომ მიშა რო იძახდა იგივე დავით გარეჯთან დაკავშირებით, რომ ეს ჩვენთვის კულტურული მემკვიდრეობაა, მაგრამ იმათთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეებია და ამიტომ ჭირდებათ ეს ტერიტორიაო და შემოიყვანა აზერბაიჯანმა და აი ამ ჩაალაგა ამ სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეებზე საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურა რაშვება ამ დროს საქართველოს ომს იწყებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ. თუ აი რა მექანიზმები გვიცავს ასეთი მოვლენების გან? მესმის შენ ჰიპოთეტურად ამბობს, მაგრამ სურო ყველაზე ისეთი ის თქვა და არა იარაღი, მაგრამ დღეს ხო ჩვენ ვიცით რომ აზერბაიჯანს რაღაცა არგუმენტები აქვს და დღეს ჩვენ ვიცით რომ მაგალითად იქ ვერავდივართ ვერ ჩიჩხიდურის კოშკზე და მით უმეტეს ვერავდივართ ზოლ გამოქვაბულებს რაც ხდება, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს აქ იარაღის უარ ჩააყენოს. უბრალოდ რომ რაღაცა თქვას, აი ისევ გააგრძელოს თავის პოლიტიკა რომ ეს მეკუთვნეს. სხვა შორის შენ ახსენე მოგვიწევს და სხვა შორის არ ვერ მოვიცალეთ ვერასდროს დემარკაცია, ხო ამ საზღვრების. ზახაროვას განცხადება რომ ახსენეთ და ცოტა მას კარგად იცის. კაბატონმა ზახაროვა მე ხა ეს არ არის პატარა ფიგურა, ხო? კაბატონი ზახაროვა რაღაცა მინიშნებას აკეთებს რომ ხომ არ მოუწევს, კი
ისინი საქართველოსთან მიმართებაში კი ბატონო ეხა მადლობა ღმერთს რაზე ალაპარაკი მშვიდობა ყველაფერი დიპლომატია მაგრამ თან არ გვაქვს ჩვენ ურთიერთობა ხო დიპლომატიური ურთიერთობა ისიც ამბობს რომ შეგვახსენებს რომ ხომ არ მოგვიწევს ჩვენ რაღაცა გავიაროთ სწორი კონკრეტულად რაღაცა საზღვრის დემარკაცია მოხდეს იმიტომ რომ დავით გარეჯის საკითხზე რა არგუმენტი აქვს იქით მხარეს რო არ არის გაკეთებული დემარკაცია და ნიშამ ქნა ეს თუ ვინც ქნა და როგორც ქნა ჩვენ ეს ვიცით და აგერ ვიცით ვინ იყო დაკავებული ის გამოიყო ის კაცი დაკავებული არასწორი რუკები და ასე შემდეგ ხო რაღაცნაირად ხომ არ გვახსენდება რომ ვა ეს არ არის მოგონილი და ეს არ არის ხარო სახაროვას ახლა დავაბრალოთ ყველაფერი რომ ეს არ უნდა და საქართველოს ვერიტანს და ასე არ შეიძლება ასე უყუროთ არ შეიძლება ზიზღი და მარტო ერთი არგუმენტი გქონდეს რომ ანტირუსული დამოკიდებულებით ვიყოთ ყველაფერში გამჭვალ რუსეთთან სიბრთხილე ჩვენც ახლა ფრთხილად ვლაპარაკობთ. იმიტომ ახსენებ ჰიპოთეტურს თორე რო გამშიქოს მეხები და ალეუმა თქვას რომ მოიცა რა მე აგერ ტრამპს ხვდები ან და ტრამპის იმე ჩვენ ხო არ ვიცით იმ შეხვედრაზე როგორ დამთავრდება იქა რა ქვია თუნდაც პუტინი ტრამპს შორის მაგრამ ჩვენ ხო ის არ ვიცით ტრამპი და ეს რაზე შეთანხმდნენ ერთმანეთში მე რა ვიცი იქნება და რაღაცაზე წახალისებული ყავს და მოდი რა განცხადებები აკეთე მაგრამ ეს განცხადებები ჩვენთან აქ ისე დაზაფხულ საზოგადოებას რაღაცა არ არის კარგი იმიტომ რომ სტაბილური გარემო ჩვენ არა გვაქვს თუ ვისაუბრებთ კონკრეტულ ამ საკითხში, იმიტომ რომ ჩვენ სტაბილური გარემო, ეხლა ხოთაშორის აქ უნდა ითქვას ერთი რამ, რომ რუსებთან ჩვენ გვაქვს კი ბატონო ეს პრობლემა და კონფლიქტის ზონებია, ხო? იგივე თქვათ, ცოტნე საიდანაც არის, რომ მხარესაც წარმოადგენს, თქვათ დღესაც იქ ძალიან ფრთხილად ვარ, მაგრამ რაღაცები ისი არ ხდება, ხო, რაღაცები კი როგორ დაცულია, მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ რუსები წამოვიდნენ რაღაც ნორმალურ ურთიერთობებზე, ხო, მაგრამ აქეთ ხარეს ვიცით? მამაოს რო ანუ სასულიერო პირთან რო შენ პრობლემა გექნება სასულიერო პირსაც რო არ აუშვებ მე რა ვიცი ის ტრამპი და როგორი წამოვიდა და რა პოლიტიკის ნაწილი იქნება რომ რაღაც განცხადება გააკეთოს ამიტომ ვამბობ სიფრთხილეს და ამიტომ ვამბობ რომ კი იმედი მაქვს რომ რუსეთი პოზიციებს არ დათმობს მართლა ეხა ნუ როგორ ავთქვა ეხა ამას სისულელეც არ ქვია ეხა უბრალოდ არის მარცხი ეხა იმიტომ რომ კავკასიაში მარო დათმოს პოზიციები და ამიტომ დავიწყე თავიდან თქვი რომ იმედი მაქვს რომ შეხვედრის გარეშეც კი რაღაცა მოლაპარაკება არ ვიცი რაღაც არ არსებობს რომ ყოფილიყო რაღაც დონეზე მოლაპარაკება იმიტომ რომ პუტინსაც მოეწონა ეს და თქვა რომ მშვიდობა უნდა იყოს ამ რეგიონშიო ხო მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით ზუსტად რა როგორ მოხდება მე ჩვენი სახელმწიფოს როლი კი ბეწვის ხიდზე ღერძზე დავდივარ და მე რამდენი ომს ვიგერიებთ ხო უკვე და რაღაც მშვიდობის ისავართ მართლა მაგრამ თუ არ ჯობდა რომ საერთოდ ყველა აქ შეხვედრილიყო გინდ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გინდ ასე და გინდ ირანის და ეს იქნებოდა საოცარი მართლა ის ეგრეთ წოდებული ნეიტრალური როლი ქონდა თბილისი იყო კავკასიაში გადაწყვეტილების ადგილი და თან როგორი ადგილი ხო ძალიან საინტერესო კი ბატონო მერაბ მნიშვნელოვანი კითხვები წამოჭერით აი ცოტნე დაგვიჩაგრა ცოტა საინტერესო არის ცოტნე შე როგორ ხედავ საქართველოს როლს ამ პროცესში ხომ არ არის მართლაც აი ესეთი შემთხვევა როდესაც შეიძლება ყველაფერი გადაინაწილოს ყველაფერზე შეთანხმდეს და ეს გადანაწილებები და ეს შეთანხმები მოხდეს საქართველოს ინტერესების ხარჯზე ყოველ შემთხვევაში ეხლა რაც ჩანს ყველამ მონახა რაღაც თავისი ადგილი შეიძლება მოგწონდეს არ მოგწონდეს ფაშინიანის პოზიცია მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ალიევის პოზიცია მე მოვისმინე ბევრი მიიჩნევს ამ პოზიციებს რაღაც სიბრიყვეთ ერთგვარად და მომავალში მიიღებს ამის გამო პასუხი შეიძლება მე არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ მაგრამ აი თითქოს ყველას ადგილი გარკვეულია გარდა ჩვენი ქვეყნისა მე ვერ გავიგე საქართველოს პოზიცია კავკასიაში აი შენ როგორ უყურებ ამ საკითხს გვაქვს თუ არა საქმე კავკასიის საზღვრების ხელახალ დადგენასთან და არის თუ არა ეს ყოველივე საფრთხის შემცველი საქართველოს. კი ბატონო, ხო, ანუ საინტერესო თემა წამოჭრა მერაბაც და შენც განავრცე მერე სხვათა შორის ხო ეს ბოლოსკენ კარგი თემა, იმიტომ რომ აქ საქართველოს როლზეა და აი რაც რა რეალობაც აღწერა რომ ის იმასთან შერიგდა იქ შეურიგდა ის იმას უნდა შეხვდეს და ამ დროს ყველაზე ცუდი რაც ჩემი აზრით აქ ხდება ჩვენთვის რაც ყველაზე ცუდი ხდება ის არის რომ ჩვენ ვერ მივედით იმ დასკვნამდე რომ რაღაცა საუბარს და მოლაპარაკებებს ერთანაც კი თუ მერს რა დაღიქვამ შენ ვინმეს ხო ამას ალტერნატივა არ აქვს და დაუშვათ სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენთვის უნდა იყოს მაგალითი იმისა რომ ჩვენ იმ ადამიანებთან იმ ხალხთან იმ ერებთან რომელთანაც სასაუბრო გვაქვს
და ის პრობლემები რაც გვაქვს და რა გამოწვევების გვაქვს გადასაჭრელი გვაქვს, აი ამ ხალხთან ლაპარაკი დავიწყოთ და აი ეს პოზიციები რომ აქვთ ხოლმე აი ეს გიჟი ლიბერალები რომ ყავს და მათ შორის სამწუხარო დღემდე ხელისუფლებასაც რომ ჯერ გავიდნენ ჯარები და დეოკუპაცია მოხდეს საქართველოს და მერე ვილაპარაკებთ, ეს არ არის სწორი პოზიცია. სწორი პოზიცია არის რომ ეხლა ვილაპარაკოთ იმისთვის რომ ეს კონფლიქტები გადავჭროთ და სომხეთი და აზერბაიჯანი, ტრამპი და პუტინი ეს არის ამის მაგალითი, რომ როდესაც აი ამ ხელა ქვეყნები საუბრობენ, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ყველაზე ნაკლებად საუბრობენ, როცა შეხვდებიან, ისაუბრებენ სხვა საკითხებზე და მათ შორის ისაუბრებენ ჩვენზეც, ხო? და ჩვენ ამ დროს, რა ვიცი, ბამბამ გვაქვს ყურში და არ ვიმჩნევთ, რომ ვიღაცები ჩვენზე საუბრობენ და ჩვენს გარეშე რაღაცების გადაწყვეტას ცდილობენ აქ და ეს არის ყველაზე ცუდი და ყველაზე არასწორი, რასაც დღეს ვაკეთებთ. ნუ ღიად რა ჩანს, ეხლა რა ვიცი, ჩვენ ის პროგრამა ინფორმაციები და ესეთი ინფორმაციები არ აქვს, შეიძლება რაღაც საუბრები არსებობს. საჯარო წყაროებიდან გამომდინარე, ეს არის შეცდომა და პრინციპში თუ არ არის საჯაროდაც უნდა გადაიდგას უკვე ის ნაბიჯები, რომ რაღაცა აი ამ ასე წავიდეს პროცესები. ეს ერთი, მეორე კავკასიის გადანაწილებას რაც შეეხება და იგივე აზერბაიჯანის შესაძლო გაზრდილ ამბიციებს კავკასიაში, ხო? საერთოდ თქვენ ჩემი აზრით ძალიან რადიკალურად ცუდი სურათი დახატეთ, როდესაც იმას ის მოუნდა და ამას ესე მოუნდა და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, მაგრამ ვახსენეთ ჰიპოთეტურად. არა, კი ბატონო, ხო არა, ხო და რამდენიმე სურათი არსებობს და თქვენ ძალიან ცუდი სურათი ახსენეთ. სურო ყვავილებით მოვიდეს და თქვას რომ დავით გარეჯი საბოლოო ჩემია და ყვავილები რო კი ბატონო, არა, მიშო მაინც ცუდი სურათია. ხო, ამიტომ ისტორიული გამოცდილება. კი ბატონო, არსებობს მსგავსი ისტორიული გამოცდილებაც, გეთანხმები ამაში, უბრალოდ ხო, თქვენ სასარგებლოდ ვიტყვი, რომ აი კოვიდის შემდეგ აზერბაიჯანთან ჩვენი საზღვარი დაკეტილია, ჯერ დღემდე არ არის ღია, თუნდაც თუ რაღაცებზე თუ საუბრობდა მინისტრებს, ხო, ესეც რაღაცის სამანქანო გზა დაკეტილია, კი ბატონო. ხო, უბრალოდ ერთი რაღაცა არის, ხო, აი რაც მერაბმა თქვა, რომ იმედი რო გამოთქვა, რომ აქ რუსეთი საკუთარ პოზიციებს არ დათმობს, ხო, ანუ აქ რუსეთი საკუთარ პოზიციებს არ დათმობს, კი უბრალოდ ვერ დათმობს, ხო, რაზეც თქვით ჩვენ თავიდანვე მეც გავუსვი ხაზი, რომ პირველი ომი საკუთარ ფარგლებს გარეთ, ჩეჩნეთში ორი ომი იყო, მაგრამ ეს იყო შიდა სახელმწიფო სამოქალაქო დაპირისპირება ფაქტობრივად იცავდა საკუთარ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ამის შემდეგ მან თუ სადმე იომა, პირველად იომა 2008 წელს საქართველოში ჩვენ და სამწუხაროდ, იმიტომ რომ ყავდა გიჟი პრეზიდენტი და ყავდა გამყიდველი ხელისუფლება, რომელიც სხვა ქვეყნის დაკვეთებს ასრულებდა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა და ეს ყველაფერი მოყვა ნატოს თემას, ნატოში გაწევრიანების თემას და იგივე თემა იყო უკრაინაში, იგივე გააკეთა ზელენსკიმ და მაშინდელმა და დღევანდელმა უკრაინის ხელისუფლებამ, ხო? ეს მიანიშნებს კიდევ ერთხელ ვამბობ კავკასიის მნიშვნელობაზე რუსეთისთვის. თუ აქ მიდის ხელახალი გადანაწილება ტერიტორიების თენგო, ხო? ეს ვერ მოხდება და არ მოხდება რუსეთის გარეშე. ეს არის გამორიცხული, ხო? საქართველოს გარეშე არ მოხდეს და მაგის მეშინი. ხო, არა, უყურე ხო და მესმის, კი, მაგრამ უყურე ჩვენი პოზიცია რა არის? ჩვენთვის რატო არის ხან მნიშვნელოვანი, რომ დღესვე და რაც შეიძლება მალე დავიწყოთ მათ შორის რუსეთთან საუბარი. თუ ჩვენ იმ მოცემულობიდან ამოვდივართ, აი ყველაზე ცუდი სცენარი ავიღოთ რა, რუსეთმა დაკარგა კონტროლი აზერბაიჯანზე, დაკარგა კონტროლი სომხეთზე და ნუ თურქეთის ზედაც ახლა ვერ აკონტროლებს და იმიტომ რომ ის რეგიონალური თუ მსოფლიო რეგიონალური მოთამაშე მაინც არის, ხო? ესე იგი დაკარგა კონტროლი ნიშნავს, რომ ის მოექცა საპირისპირო ორბიტაზე, ან თურქულ ორბიტაზე და რუსეთის წინააღმდეგ იქნება თურქული რკალი, ხო? აქეთ თუ ეს ასეა და თუ ამ მოცემულობიდან ამოვდივართ, ხო, ყველაზე ცუდი სცენარი რაც არსებობს. აი ამ სცენარშიც კი საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის იზრდება კატასტროფულად, აი 100 ჯერ და 1000 ჯერ იზრდება საქართველოს მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე რუსეთისთვის, ხო? ის რომ ვიღაცებმა აზერბაიჯანელებმა, ალიევმა და ერდოღანმა მოინდომონ და საქართველოს ტერიტორიები გაინაწილონ, ეს პირველ რიგში მოდის რუსეთის ინტერესს, ჩვენ გასაგებია ხო, ჩვენ კი ბატონო, ჩვენ წინამდე რომ მოდის გასაგებია, მაგრამ ასევე ასეთ მსგავსი მნიშვნელობისვე პრობლემა იქნება ეს რუსეთის სახელმწიფოს. ანუ ემთხვევა ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესი. კი, ამ შემთხვევაში მაგის თქვა მინდა, ამ შემთხვევაში რუსეთისა და საქართველოს ინტერესები რეგიონში ემთხვევა. ეს ყველაზე ცუდი სცენარი, როდესაც არის იმ შემთხვევაში. ყველაზე ცუდი სცენარიც რომ არ იყოს და დაუშვათ აი რაღაცა შეთანხმებასთან მქონდეს საქმე აი იმას ტრამპსა და პუტინს შორის, თუნდაც აი მერაბმა რაც თქვა დავსრულოთ უთანხმები რომ უკრაინა ეს არის ნომერ პირველი საკითხი, რაზეც ისინი ლაპარაკებენ, მაგრამ უკრაინა არ არის ცალკე განყენებული საკითხი. მე ასე ვუყურებ, უკრაინა არის უსაფრთხოების საკითხი და უსაფრთხოების საკითხი მარტო დასავლეთში არ არის. ხო, კავკასიაში უსაფრთხოების საკითხი უდგას და უკრაინასთან საუბრის ბაბად იქნება კავკასიაზე საუბარიც აუცილებლად, თუ რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. და აი ამ საუბრის პირობებში, როდესაც კავკასიაზე წავა საუბარი და რაღაცა თუნდაც რაღაცაზე შეთანხმდნენ, დროებით შეთანხმდნენ, რომ აი
ბატონო შენი რაღაც 100 წელი წაიღე ის ანგეზური გახსენით სავაჭრო კორიდორი და რაღაცა სტატუს quo შევინარჩუნოთ, რომელიც არსებობს ეხლა ამ მომენტში. თუნდაც ამაზე შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი, იმიტომ რომ შეიძლება ეს დღეს ტრამპსაც აწყობდეს აქ სტატუს quo-ს ცვლილება და რუსეთის არა ისე გაძლიერება, რომ მე მისი განდევნა აქედან რთული იყოს და ასევე შეიძლება რუსებსაც აწყობდეს, რომ აქ თურქეთის ან ნატოს შემოსვლა ჯობია ეხლა რა სტატუს quo-ს მივიღეთ აი ამ ზანგეზურის გახსნით და ასე შემდეგ. აი ამ მოცემულობის შენარჩუნება რაღაცა პერიოდით შეიძლება რუსეთსაც აწყობდეს და ეს შეთანხმება შეიძლება არსებობს, მაგრამ თუნდაც რომ ეს შეთანხმება არსებობდეს, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეთანხმება იქნება ძალიან დროებითია რა, ეს იქნება მყიფე, ეს ვერ იქნება გრძელვადიანი, იმიტომ რომ თუ ეს შეთანხმება არსებობს, ეს შეთანხმება არ მოსწონს თურქეთს, ეს შეთანხმება არ მოსწონს რუსეთს, ეს შეთანხმება არ მოსწონს ირანს და რაც ყველაზე მთავარია და რაზეც დღეს ძალიან ცოტა ვილაპარაკეთ და შემდგომ შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ, ეს შეთანხმება არ აწყობს ჩინეთსაც კი. ჩინეთის ფაქტია. და მათ შორის არც ამერიკელებთან. უბრალოდ ეს შეთანხმება თუ არსებობს, ეს არის მხოლოდ დროებითი შეთანხმება და დროებითი ზავი, კი, თუ გადანაწილება უნდა მოხდეს კავკასიაში და თუ ახალი გადანაწილება უნდა მოხდეს კავკასიაში, ეს არ არის ეს გადანაწილება იქნება მომავალში. გეთანხმები. მე სრულიად გეთანხმები. ცოდნე რომ თუ ეს არის გადანაწილება, ეს უბრალოდ შეიძლება აისბერგის წვერი იყოს, ანუ პროცესის დასაწყისი, თორე რითი გაგრძელდება და რა ფორმებს მიიღებს, მაგაზე ველობდით ეხლა ჩვენ ზუსტად ფაქტი არის ყოველ შემთხვევაში რომ ეს მოვლენა თუ კი ის ამუშავდა მოდი აი საერთოდ ეს დათქმა თავიდანვე ალბათ უნდა გვეთქვა რომ ეხლა ერთი არის როდესაც მხარეები ხელს აწერენ რაღაცას მეორე არის ამ ყველაფრის პრაქტიკაში განხორციელება და ამას კიდე ცალკე ლოჯისტიკური, პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური გამოწვევები აქვს ეგ მეორე საკითხი არის და ზუსტად აი ამ ფაქტორებზე ზეგავლენას ახდენენ ის ირანის და ის რუსეთის და სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეებიც ასე რომ რა ვიცი რა შეგვიძლია ვთქვათ მე რა ალბათ უნდა დაველოდოთ 15 აგვისტოს შეხვედრას რომელიც ალიასკაში გაიმართება სრულიად ვიზიარებ ამ გამოთქმულ მოსაზრებებს როგორც შენი მხრიდან რომ შეიძლება კავკასია ეს არ იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი განსახილველ საკითხთა შორის მეც ღრმად მწამს რომ და ესეც არის რა თქმა უნდა რომ ლიდერები როდესაც ხვდებიან ისინი მხოლოდ რაღაც კონკრეტულ საკითხს კი არ შეეხებიან, არამედ ზოგადად მათ შორის დაგროვილ ყველა პრობლემაზე იმშელებენ და შეეცდებიან რომ ყველა პრობლემის ირგვლივ მონახონ გამოსავალი. ნომერ პირველი გეთანხმებით რომ ალბათ იქნება ეს უკრაინა და უკრაინის საკითხის გადაწყვეტა და მოგვარება, მაგრამ ნუ ალბათ კავკასია შეიძლება არც ნომერ მეორე იყოს და არც ნომერ მესამე, მაგრამ რაღაცა თავისი პრიორიტეტი ამ საკითხსაც აქვს და ბუნებრივია რომ ამ საკითხზეც უნდა იყოს ეს შეთანხმება. შესაბამისად არ ვიცი თან მე ამ რწმენას მიმაგრებს ისიც რომ და ეს ადრე გვითქვამ ჩვენ აი ისე უნდა ამოწიოთ ხოლმე სარკივები და გავუშვათ. თუ გახსოვს ეს გადაცემა რომ საერთოდ დავიწყეთ მაგ თემაზე გქონდა პირველი ეთერი და მაშინ ჩვენ ესეთი რამ თქვით რომ კავკასია დევს რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების მაგიდაზე ისინი ჩვენზე მომავალში აპირებენ რომ შეთანხმდნენ მეთქი და მე ვფიქრობ რომ ზუსტად აი ეს დრო მოდის ხო არა ის რომ 15 იქნება ეს დღე ბუნებრივია უბრალოდ აქ რიგითობა სულ რომ მე-10 იყოს ეს აუცილებლად იქნება ეს საუბარი აქ უბრალოდ ერთი რაღაცა აი წარმოიდგინე ეს ერთი შეხედვით რა რაღაცა აი აბსურდისტიაც ვერ ვიტყვი ხა ამას მაგრამ აი რო წარმოიდგინო ესე ინტერეს როგორი ინტერესთან კონფლიქტია ხო ანუ რუსეთისთვის ნომერ პირველი პრობლემა არის მისი უსაფრთხოება და ნატოს საკითხი ამ დროს ვინც რუსეთს ამით ემუქრება ისინი საერთოდ სხვა ქვეყნებს და სხვა ფაქტორებს იყენებენ ისე რო შეხედო ახლა რა მე სხვა შორის გუშინ ისე გავიფიქრე ისე რომ წარმოიდგინე შენ ამერიკაში ტრამპმა შეარიგა ორი მხარე რომელი მხარიდანაც სომხეთში რუსეთს ბაზა აქვს ამ დროს ჩვენ ვაპარაკობთ რომ თურქეთის საფრთხეზე ვაპარაკობთ და მაინც თურქეთის ინტერესებზე და ამ დროს ამერიკას ხო ხა ნატოს-ევრი ქვეყანა ხო ყავს თურქეთი თითქოს ერთი შეხედვით ამას ანუ ნატოს რუსეთი ვიღაცა ხო და კითხვას დასვავს თუ რუსეთს პრობლემა აქვს ნატოს განვითარება გაფართოვება აგერ თურქეთი ნატოს წევრია თუმცა ეს ამ კუთხით ამას ხას არ უსვავს თითქოს გარანტიები არსებობს მაგრამ აქეთ მეორე მხარე შეხედე სომხეთში ბაზა აქვს და ის კაცი ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპს ხვდება ჯერ რომ არ არის შეხვედრილი პუტინს რაც არ უნდა ერთმანეთში მოლაპარაკება ქონეთ არ ქონდეთ თუ რაღაც და ამ დროს თავისი ბაზის მქონე პატრონს შეხვდა იქ არიგებს აზერბაიჯანს ვისი მთავარი ინტერესიც და ვინც ბექგრაუნდში ყავს თურქეთი ხო ნატოს წევრი ქვეყანა
თითქოს დამაბნეველია, ხო ერთი შეხვედრით, მაგრამ ხა რაციონალურად შევაფასოთ რა რეალურად, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ეგრეთ წოდებული ჭადრაკი და ზუსტად ჩინეთის ფაქტორის და ჩვენ გაცემა ამოიწურა. მარტო რუსეთის ინტერესი კი არ არის უბრალოდ რუსეთისთვის ძალიან, აი როგორ ვთქვათ, იცი, რაღაცა თითქოს აი მისი თემაა რა, კავკასიის საკითხი, აი ორგანულადაც ისეც. ჩინეთისთვის არანაკლებ ჩინეთისთვის არ არის საინტერესო კავკასიის საკითხი. გავიხსენოთ რა პროექტებია ჩადებული და ანაკლის პროექტი. და მოდი ჩინეთის ისტორიას გადავხედოთ. ქვეყნები შრი-ლანკა, რა ქვია, აფრიკა, სხვადასხვა ქვეყნები, პორტები რა მიზნითაა გაშენებული, როგორაა გადაცემული და ეს ქვეყნები როგორაა მთელ სოფლიოში. ეხლა ამიტომ ჩინეთისთვის ეკონომიური კუთხით, თუ ავიღოთ ეკონომიურად, ერთ-ერთი ნომერი შეიძლება რუსეთზე უფრო საინტერესოც იყოს მისთვის კავკასიის საკითხი და განსაკუთრებით თუნდაც ერთი კაპიკი ჩადებული და ეს არ არის ერთი თეთრი და პატარა პული 6 მილიარდ დოლარზეა საუბარი ანაკლიის პორტი, რომელიც მერე რამდენ მილიარდ დოლარზეა საუბარი, ეს კი სხვა თემა. ამიტომ ჩვენ აი ამ ყველა პრიზმით უნდა შევხედოთ და ჩვენ დღეს შევეცადეთ რომ მოსახლეობის ნაწილში რომელთაც არის შფოთიც, არის თქო რაღაცა ისიც თავარია რომ პესიმისტური დამოკიდებულება არ უნდა იყოს და ისაც ლიბერალებს აქვს. აი საკრა რა უხარიათ მართლა ვერ გავიგე. ისიც დარჩება პურის გარეშე. მე რაღაც საოცრება ხდება, ხო? აი რაღაც ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის. მე ამ დროს ითხოვენ ევროპა უარესია უკეთესია. და იმაზე უფრო მეტად ნერვიულობენ წყალებში. ევროპა ვიზებს გვიჩერებს ვიდრე ამაზე. ყველაზე მეტად სანერვიულო ეს უფროა. ყველა სასაცილო მან რა იყო. ბერად დახერო აი აი ეს ფოტოები გამოჭიმეს ალიევის, ფაშინიანის და ტრამპის და საქართველოს აქ სადარ უნდა რა შუაშია მათ აი რატო უნდა იყავია მაინც ისაულონ მეთქი ბიჭო ზანგეზურის დერევა არ გვესაზღვრება და პირიქით ეხა რომ ვთქვა ღია და აშკარად ფლად ეხა გულზე უნდა გვეხატებოდეს ეგ დერეფანი რომ იხსნება არ არის ეგრე არ იქნება ეს რა თქმა უნდა ეხა ჩვენი ეკონომიკის ჩამოშლა და განადგურება როგორც ვიღაცებს უნდათ რომ ეგ ყველაფერი დახატონ მაგრამ ნუ ახლა არ არის სასიამოვნო ჩვენთვის მაგ რომ ჩვენს ექსკლუზივს კარგავთ ეგ დროს ეგ არის და ეგ მაგრამ ეხა მან მონაწილე საქართველოს როგორ უნდა ყოფილიყო მაგ შეთანხმების აი აქ არის ერთი ბიზნესის წესი შემოდის რა პირიქით შეიძლება კარგიც იყოს რაღაც კონკურენციის საკითხია მე რაც ვახსენე თუას ლაგოდეხის გზა აი რაც რუსეთთან პირიქით იმდენი შეიძლება სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას დაისახოს მიზნად იგივე თქვა ქართულმა მხარემ ან რუსულმა მხარემ კი დიპლომატიური ურთიერთობა რა გქონდა ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობა გოგო რუსეთთან ამიტომ აქ მოდი ესეც უნდა ვეძებოთ რა რაღაცა კარგის თუმცა პოლიტიკურად მაინც რაღაც საკითხები ხო იცი რა პროპაგანდა როგორც არის შესაბამისად ეხა ტრამპიც არ არის რა ეხა მოდი რა ვთქვა პატარა 60% მის გამოსწრებში შოუმენობაც არის და სწორიც არის ეხა კარგი რა როგორც აი ესე ხელებით იმას ხარ ესე შეიძლება გამოვიდეს და რა ქვია აგინოს მკვდარი და ძოძღალე ბაპატიეთ ცეკვით არ მოიგო არჩევნები არ გახსოვთ რა და ამიტომ ტრენდი რო ერთი სიტყვით მე მაინც მაქვს საბოლოო შემაჯამებელად თუ იტყვი დასკვნის სახით მე მაინც მაქვს ესეთი შეხედულება ზანგეზურის დერეფანი ეს არის ადგილი, რომელიც არის რეალურად გზაჯვარედინი, ეს არ არის მხოლოდ დასავლეთ აღმოსავლეთის გამტარი დერეფანი, ეს არის მათ შორის ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი. აქამდე იყო ისე, რომ ჩრდილოეთ სამხრეთი იყო დაკეტილი დერეფანი, აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთია დაკეტილი და კიდე რამდენიმე ადგილას არის ეს დერეფანი დაკეტილი. ფაქტიურად ნახევრად ფუნქციონირებდა, ხო? ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულება, ასევე იყო დაკეტილი აღმოსავლეთ და დასავლეთის მიმართულებაც. მე მგონია, რომ თუ კი იმისათვის, რომ ეს შეთანხმება მართლაც იყოს გრძელვადიანი, მართლაც იყოს სტაბილური და მართლაც იყოს მშვიდობაზე ორიენტირებული და ყველა მხარე მეტნაკლებად იყოს კმაყოფილი, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ეს დერეფანი დაიბრუნებს არა მხოლოდ ერთი მიმართულების, არამედ ჩრდილოეთ სამხრეთის გზაჯვარედინის ფუნქციას რაც თუ გაიხსნა დასავლეთ აღმოსავლეთის მიმართულება უნდა გაიხსნას ჩემი აზრით ლოგიკურად, უნდა მოყვეს ამ ყველაფერს ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულების გახსნაც და აი ეს საკითხი კი უკვე ნამდვილად არის საკითხი, რომელიც უშუალოდ ჩვენ ტერიტორიას შეეხება, იმიტომ რომ ხო, ნუ იცი რა, ცოტნე, თუ კი ვამბობთ, რომ აი რუსეთიც კმაყოფილია და უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა. თუ ვამბობთ, რომ ეხა ირანი კი არის ხედავს პრობლემას, მაგრამ ნუ პრინციპში სამხედრო კომპონენტს არ ახსენებს ოფიციალურად. თუ ვამბობთ, რომ აი ჩინეთის ძალიან დიდი ინტერესი არის და რას იზავს ჩინეთი ესეთ შემთხვევაში
იმისათვის რომ ყველა მხარე იყოს აქ მეტნაკლებად კმაყოფილი, ხო, აი, ეგ არის მხოლოდ იდეალური თურქეთ-აზერბაიჯანი არ უნდა კავშირდებოდეს და სხვაებიც უნდა კავშირდებოდნენ ერთმანეთთან ამ ყველა ყველაფერს. რო სამხრეთ კავკასიაში იდეალურად სხვა ინტერესებით იქნება დაკმაყოფილებული, ეგ არის იდეალური მდგომარეობა. არ ვიცით, ნახოთ, იმედი გვაქვს, რომ აქეთკენ წავა საუბარი და მათ შორის აი 15-ის შეხვედრაზეც იქნება ეს საკითხი განხილული და საქართველოს და კავკასია გახდება მართლაც მშვიდობის კუნძული, სადაც დასრულდება ეს მით უმეტეს ეთნოკონფლიქტები, ერთმანეთთან სადაო კონფლიქტები და ყველანი რა თქმა უნდა ძმურად და მეგობრულად ვიცხოვრებთ აი ამ დედამიწის ამ პატარა მონაკვეთში, ეს არ არის შეუძლებელი და იმედი მაქვს, რომ სოფლიო ლიდერები აქეთკენ წაიყვანენ პროცესებს, თუმცა ზედმეტი ოპტიმიზმიც ალბათ მშვიდობა და ანუ სიცოცხლის, აი გარანტირებული სიცოცხლის ესე უფლებაზე ზრუნვა ყველა ნებისმიერ ლიდერს, მათ შორის ჩვენი არ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის მომხრევარ და სულ გვინდა რომ მშვიდობა იყოს და ღმერთი იყოს მართლა და ერთმა დაიცვას მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანაც მით უმეტეს. დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო, თენგო ომანიძე, მერაბ ჭიქაშვილი და ცოტნე მარღია ჩვენი სტუმარი დღევანდელი გადაცემის იყვნენ. თქვენთან შევეცადეთ რომ გაგვეცნოთ თქვენთვის არსებული ვითარება, ყველა მხარის პოზიციები მეტნაკლებად და რა განაპირობებს მათ აი ამ პოზიციებს. შესაბამისად ჩვენ შემდგომში უკვე თქვენთან ერთად დავაკვირდებით პროცესებს და თუ კი რაიმე სიახლე იქნება ჩვენს ეთერებში ამის შესახებ აუცილებლად გამცნობთ ხოლმე. დიდი მადლობა და მადლობა ნახვამდის, დიდი მადლობა. არ გაბრძანდებოდ.